მე მჯერა რომ ადამიანმა თუ რამე ვერ გაიგო, ანუ ჯერ არ არის საჭირო მისთვის რომ ეს გაიგოს. მესმის ხალხო რომ ანუ საკმაოდ დასაფიქრებელ თემაზე ვლაპარაკობ ვიდეოებში, ანუ არა ესეთი ვიდეო რომ ასროლავ და და всё, ანუ კითხვა გაგიჩნდება ადამიანს. ან დაგაინტერესებს. ჩემ ვიდეოებში რა. ხალხი, ოღონდ ზოგი რა თქმა უნდა. ფიქრობს რომ ვინმეს ვამცირებ მე ამ ვიდეოთი. ხარია მართლა რომ ბევრი ხდება ჩემს აზრებს, იმიტომ რომ ვიდეოებს გადაღება სულ მომწონდა მართლა. და ასეთ ვიდეოებს რო ვიღებ, უფრო მიღარია მომწონს, იმიტომ რომ ვაზიარებ ჩემს აზრებს. ზოგიერთი ხო ჩემი აზრი არა და უბრალოდ არის ფაქტები ან რაღაცები, რაც მე ვიცი და მინდა რომ გავაზიარო სოციუმში. არ ვიძახი მე რომ ვარ იდეალური, არ ვიძახი მე რომ ვარ ჭკვიანი, არ ვიძახი მე რომ ვარ ყველაზე განათლებული, უბრალოდ მე რაც ვიცი მაგას ვაზიარებ და რომ ვხედავ ადამიანებს, ვინც იზიარებს ამ ჩემ აზრებს მომწონს. მაგრამ ვინც მე მამცირებს კომენტარებში, რა თქმა უნდა არ მომწონს. თან იმაზე კი არ დაობენ რომ იცი რა არასწორი აზრია. ეგრევე ჩემს პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიან და ამით მე თავი გონიათ. ვაუ. მე რო ხვდები რომ ასე ონლაინ ხალხს რა დონეზე დიდი გული აქვს რა, ანუ არ აქვთ პასუხისმგებლობა და წერენ უბრალოდ იმას, რასაც ფიქრობენ. ეგრევე. თან ერთია რომ წერ შენ აზრს და მეორე თან შეურაცხყოფას რო აყენებ ადამიანს და პიროვნებას გადადიხარ მის. ხალხი მეტი რა ახსნა მართლა. აი მადლიერი ვარ მაინც რომ ვიდეოები გადავიღე რა, დავიწყე ჩემი აზრების გაზიარება, იმიტომ რომ უფრო დამაფიქრა, რადგან აი რაღაცას რომ წერდნენ სულ გადავდიოდი მე პროფილზე და აი რო არ ელოდები ისეთი გარეგნობის ადამიანია რა. და რო ფიქრობ რომ ვაუ, ასეთ ადამიანს ამდენი ნეგატივი შეიძლება რომ კონდეს. რელიგიური ხალხია და რეებს მიწერენ და მე რო ფიქრობ მეთქი. ამიტომაც ხალხო, თუ ვერ გაიგეთ, ანუ ვერ გაიგეთ. всё. და ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ნაკლებად ახსენი ან თქვენ, ნაკლებად მისმენდით, იმიტომ რომ აი მართლა ხალხო, ვისაც იგივე ვიდეოების გადაღება უნდა, როგორცაც მე, ან რა ვიცი, უბრალოდ ვიდეოების გადაღება გინდა. ნუ ფიქრობ რომ ყველა გაგიგებს, ყველა მიგიღებს, იმიტომ რომ ზოგს უბრალოდ მართლა არ შეუძლია მიიღოს ეგ ახალი ინფორმაცია. და არა იმიტომ რომ ჩემშია პრობლემა, არა მასშია პრობლემა. უბრალოდ არ შეუძლია მისთვის მიიღოს ეს ახალი ინფორმაცია. всё, ან დაფიქრდეს ანალიზით, თუ რაღაცაში არ ეთანხმება და მიწეროს ეგ ოღონდ წესიერად, არ შეუძლიათ ეგრევე აგრესია უჩნდებათ. მარა ვინც იგებს ჩემს აზრებს, ხედავ მაგასაც ძალიან დიდი მადლობა რომ გესმით ჩემი, ძალიან დიდი მადლობა რომ ხედავ რომ აი ჩემნაირი ადამიანებიც არის რა. მომწონს ეს.